წლის ფოტომოდელი ანიკანკია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. როგორც თავად ამბობს, მოდელის პროფესია პატარაობიდანვე მოსწონდა და ოცნებაც აისრულა. ფოტოსესიები, ჩვენებები, გადაღებები ეს უკვე მისი ყოველდღიურობაა. დღეს ის ბრენდ ნიკოლასის სახეა. ანი კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს და ამბობს, რომ სწავლა და მოდელობა ერთმანეთს ხელს არ უშლის. მოდელობა ჩემთვის არის ყველაფერი, რადგან პატარაობიდან ვოცნებობდი, რომ გამხდარიყავი მოდელი, ჩავსავდი ხოლმე რაღაც შოუებს და ვუყურებდი. შემდეგ ჩავიცნობდი მაღალქუსლიანებს და პოზირებდი ჩემთვის. ყველა გულში მატკივრობდა დედა, მამა, ჩემი ძმაც, რადგან ანუ საქართველოში ეგ სტერეოტიპი ყოველთვის იყო, რომ რაღაც მოდელი გოგო მაინც ოჯახთან ისე იყო. მაგრამ დაიმსხვრა ეს სტერეოტიპი ჩემი აზრით. ვარ ბრენდ ნიკოლასის სახე, მაქვს უამრავი გადაღებები, სხვადასხვა კლიპები, ფოტოსესიები, როდესაც ახალი კოლექცია აქვს, ნიკოლასი სულ მე მიიღებს, რადგან ანუ განსხვავებული სახე ხარ, რომ მეუბნევად. მოდელის პროფესია არის ძალიან რთული, რადგან უნდა იყო ყოველთვის მომზადებული, ფორმაში უნდა იყო ყოველთვის და უნდა იყო პირველ რიგში მიზანდასახული. ანსამბლ გიორგობაში უკვე წლებია ცეკვავს და აქაც წარმატებულია. თავისუფალ დროს მეგობრებისთვის და კითხვისთვისაც იცლის. ცეკვავ ანსამბლ გიორგობაში უკვე 10 წელია. რავი, ძალიან მიყვარს ცეკვა, რადგან ცეკვა არის ჩემთვის აი ყველაფერი, ანუ როდესაც ცეკვავ, ვარ მარტო ცეკვისთვის. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს, დავდივართ საზღვარგარეთ, თურქეთი, იტალია, ავსტრია. 28-30 აპრილს ფოტომოდელი ვენაში სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მის იუნიონი მონაწილეობს. 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შორის საქართველოს ანი კანკია წარმოადგენს. ანი საღამოს კაბით უცხოელი დიზაინერის სამოსით, რომელსაც იქვე შეურჩევენ და ქართული ეროვნული კაბით წარსდგება კონკურსზე. ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, სადაც 20 ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა მიიღებს მონაწილეობას ჩემთან ერთად და მე უნდა ვასახელო საქართველო. Facebook-ის მეშვეობით კასტინგი გავიარე, გადავაგზავნე ჩემი ფოტოები და ამირჩიეს. შემდგომ, როდესაც გავესაუბრე ორგანიზატორებს და უკვე პირადად ვნახე, ძალიან მოვეწონეს და მომსგავსებდნენ ცნობილ ორნელა მოტის. განსაკუთრებული სახე მინდოდა ყოფილიყო და არა მარტო პარამეტრები, მინდოდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ლამაზი პარამეტრებით კარგი გოგონა მოვიდა, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ შევაჩერე ანაზე. ანა კონკურსზე წარსდგება ქართული ეროვნული სამოსით, ეს იქნება ერთი ჩოხა ქართული ცეკვებიდან შეასრულებს აფხაზურს. ჩვენ იცით რა რაღაცნაირად გვინდა და პოპური დაგვედგა, მაგრამ ვინაიდან დროში ვართ, რეგლამენტია ძალიან შეზღუდული. სულ 2 წუთიანი უნდა იყოს ვიდეო რგოლი, ამიტომ გადაწყვიტა აფხაზური ცეკვა. მართლა რომ მასთან ახლოს და უფრო დიდი სულისკვეთებით ამ ცეკვის მიმართ არის განწყობილი. ყველა ქვეყანა წარადგენს ნაციონალურ ეროვნულ კაბას და ჩვენ შემთხვევაში იქნება ჩვენი ულამაზესი ქართული კაბა თავისი ჩიხტიკობით. და ამინდა გითხრათ, რომ ამ კაბაში ან არის ნამდვილი დედოფალი და აი ყველაზე დიდი ეფექტი ალბათ აი ამ კონკურსში მე რისი მოლოდინიც მაქვს, ეს იქნება ჩვენი ქართული ნომერი, ქართული ეროვნული სამოსი. აი ალბათ ძალიან დაგვეხმარება. ძალიან ეფექტურია საერთაშორისო კონკურსისთვის, იქ სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ანი იყო საუკეთესო არჩევანი გოგონებს შორის, ვინც გაიარა კასტინგი ამ კონკურსისთვის. ცეკვა აფხაზური, იმიტომ შევარჩიე, რომ ვარ აფხაზეთიდან გემნილი და ეს ცეკვა რა სულში მიზის, ესე ვიტყვი. ძალიან მომწონს ეს ცეკვა, იმიტომ რომ ყველა ცეკვას მირჩევნია ეს აფხაზური, ჩემთვის ყველაფერია ალბათ. ძირითადად პორტფოლიოებით მოხდა ეს შერჩევა, Facebook-ით გავაკეთეთ რეკლამა, გამოგვეხმაურნენ გოგონები. გამოგვიგზავნეს თავისი სურათები, ეს რამოდენიმე დავიბარეთ, რომელიც ვთქვათ უკვე თავისი პორტფოლიოთი მოვიდა და უკვე პირადადაც გავესაუბრეთ, მაგრამ შევარჩიეთ ანი და რატომ? რა თქმა უნდა არსებობს პარამეტრები, მაგრამ ამ პარამეტრებს ხომ გჯერათ, რომ ყველა გოგონა აკმაყოფილებს, ვინც ჩვენთან მოვიდა. ერთმანეთზე უკეთესი, არაჩვეულებრივი, მაგრამ და კიდევ არსებობს ერთი რაღაცა, ქარიზმა, რომელიც ანისა აქვს. ნამდვილად კარგი მოლოდინი გვაქვს ამ კონკურსთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როგორც ორგანიზატორი და საქართველოს მხრის წარმომადგენელი, მე საქმის კურსში ვარ იმ გოგონების შესახებ, ვინც ამ კონკურსში იღებს მონაწილეობას სხვა ქვეყნებიდან. ოდნავადაც არ მერიდება, რომ ვთქვა, არაჩვეულებრივი ლამაზი გოგონა გვყავს. და კიდე მინდა ვთქვა, რომ სხვათა შორის თვითონ ორგანიზატორი
ძალიან უნდოდა რომ საქართველოსთან ყოფილიყო და ზუსტად ესე მითხრა. საქართველოსთან გოგონები ამშვენებენ ჩემს კონკურსს. და ჩემთვის რაღაცა სიამოვნო იყო რომ აი ესეთი განწყობა აქვს თვითონ ორგანიზატორს. დღეს ფასობს ქალი, რომელიც თან ლამაზია და თან ჭკვიანია. ანისთან საუბარი სასიამოვნო არის. ძალიან თავშეკავებულია. ყველა სიტყვაში ეტყობა რომ პატარა არის, მაგრამ სწორედ ეს არის მისი ხიბლი. ეს არ არის ევროპული გარეგნობა, ეს არ არის აზიური გარეგნობა. ეს არ არის, თქვათ, არც სკანდინავიური, არც სამხრეთ ევროპული. არაფერი, ეს არის რაღაცა საოცარი მიქსი, კოლაჟი. ეს არის ალბათ მისი ზუსტად აი გენეტიკის დამსახურება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით კონკურსზე გასამგზავრებლად ბევრი საკითხი მოგვარდა. თუმცა კონკურსანტს სპონსორი ამ დრომდე არ ყავს. თუ დამატებითი თანხები არ გამოჩნდა, შესაძლოა ან იმ კონკურსზე გამგზავრება ვერ შეძლოს. ჯერჯერობით სპონსორი არ გამოჩენილა, არავინ არ არის ისეთი, რომ დაგვაფინანსოს. მაგრამ ველოდებით 25 აპრილამდე არის დრო, რომ ჩაირიცხოს ფული, ჩვენ გადაგზავნილი გაქვთ ჩვენი მონაცემები ყველგანც, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ გვაფინანსებს. ის იმსახურებს, ამას ბევრს აკეთებს, ბევრს შრომობს ამისთვის. მართალი თქვა მას, აფხაზეთში რომ ყოფილიყავი, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდაო. ძალიან ბევრი აკლია, ბევრი ჭირდება, მთელი გული დასულით. ვთხოვ საზოგადოებას, ვისაც აქვს საშუალება, ფინანსურად ჩვენ მეგობრულად მხარდაჭერით მივიღეთ ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ყველა ქართველს ჩვევია. თუ გაქვთ საშუალება, ფინანსურად არ არის დიდი თანხებზე აქ ლაპარაკი. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ეს გოგონა არის აფხაზეთიდან მტოლვილი. მინდა გითხრათ, რომ ორგანიზატორებმა ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, დეპოზიტის სახით უკვე გადავრიცხეთ სარეგისტრაციო თანხა. ეს არის მიზერი, რა თქმა უნდა. და იქ არის ვიზაჟისტების მომსახურება, იქ არის დიზაინერების მომსახურება. ვისაც ეს მხარდაჭერა აქვს, ამ გზას ადვილად გადის. ჩვენი ანი ვერ გადის ამ გზას ადვილად. მაინც მინდა კიდევ ერთხელ მივმართო, ვისაც შეუძლია, რომ რაღაცა სახით მიიღოს მონაწილეობა უკვე ფინანსურ დახმარებაში, ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება. ანიკანკია მშობლებთან ერთად ბაგებში დევნილთა საცხოვრებელში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამბობს, რომ რომარა დევნილობა მისი ცხოვრება ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა. დაბრუნების შესაძლებლობა რომ მქონდეს წუთითაც არ დაფიქრდებოდა სოხუმში ცხოვრებაზე. ჩემთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი, ჩემი მშობლების განმოცემიდან ვიცი, რომ აფხაზეთი არის ულამაზესი კუთხე, ალბათ აფხაზეთში რო ცხოვრობდე, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ დავიბადე თბილისში და გავიზარდე აქ, მაინც აფხაზეთის მიმართ ძალიან კარგად ვარ განწყობილი. ერთი წუთით არ დავფიქრდები. აი ახლავე რო იყოს დაბრუნება, ახლაც დავბრუნდებოდი. სურვილი მაქვს, რომ ჩავიდე აფხაზეთში და ვნახო ჩემი კუთხე.